მე უბრალოდ შოკში ვარ. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და ვაგრძელებ ციკლს ცნობილი ადამიანების ბედის მატრიცის განხილვა, ცნობილი ადამიანების ჩვენ სივრცეში აქტუალური, რომელიც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება პოლიტიკურ ისტორიულად. რატო ვარ შოკში? იმიტომ რომ მე გავაკეთე პირველი ვიდეო ასეთი მსგავსი ინკოგნიტო, როდესაც არ ვასახელებ ვისია, უბრალოდ ვახასიათებ როგორია ის ადამიანი, როგორ ვიცნობთ ჩვენ და პირველ ვიდეო ჩავწერე ერის მოღალატე ადამიანზე და ეხლაც მის კოლეგაზე ვწერ ვიდეოს და მე უბრალოდ შოკში ვარ. შეხედეთ რა კარმა აქვს ამ ადამიანსაც. წინა ცხოვრებაში, წინა რეინკარნაციაში, ანუ ამ ცხოვრებაში სანამ დაიბადებოდა, რო გარდაიცვალა რომელიღაც სხვა ცხოვრებაში და იქ რო დააშავა და რო ვერ გააკეთა, რას აკეთებდა ცუდად და რა ცოდვა წამოიღო, ასე ვთქვათ, პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ, კარმულად. ნახეთ და ნახეთ წინა ვიდეოც. მე მართლა შოკში ვარ. ერთ-ერთი ჯდება. ოღონდ ეგ მესამე არის, ვისიც ვნახულობ, მესამე ადამიანის, უბრალოდ ერთი სახელი დავასახელე და რამდენიმე ვიდეო მაქვს იმ ადამიანზე ჩაწერილი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ამ პერიოდის დღევანდელი დღის საქართველოს ამბებში მეორე ჩავწერე ინკოგნიტოს და მესამეს ვწერ და მე ვარ შოკში. სამშობლოს ღალატი. ანუ ადამიანმა იცხოვრა, ძალიან ცუდი გაუკეთა თავის სამშობლოს, თავის ქვეყანას, გარდაიცვალა ამ ცოდვით, მერე სამყარო მისცა შანსი, რომ დაიბადე, გამოასწორე ეს, ემსახურე სამშობლოს, ქვეყანას და რაც აქვს გამოცდილება ღალატის ცუდის კეთების, გაორმაგა ის თუ არა გაათმაგა, დაკეთებს იგივეს. მინდა გითხრათ, რომ ამ მატრიცას ვხსნით თუ არა ვწერ ვიდეოს, არ ვუყურებ ისე როგორც მუშაობ კლიენტის მატრიცასთან დაწვრილებით, უბრალოდ აი ძირითადად რა თვალში მომხვდება უცებ, ექსპრესიულად ვაკეთებ ამ ჩანაწერებს. საოცარია. იღბლიანი ადამიანია, საკმაოდ იღბლიანი ადამიანია, ჩანს ეს ყველაფერი, საგვარეულო აძლევს დიდ ძალას, დიდ შესაძლებლობებს, რომ გაფართოვდეს და ამ ენერგიებს სათავისოდ ნამდვილად კარგად იყენებს, ჩანს. ეს ყველაფერი დაბადების ენერგიაც აქვს 19 მზესავით და ცხადი არის კი ბატონო, არის კაშკაშა, ცნობილი კაშკაშა, მეცინება ამ სიტყვაზე. ნუ ცნობილია თანამედროვე საქართველოში. მე მინდა ამის ფინანსურ არ ვიცი, იმდენად შოკირებული ვარ, რომ მესამე მოღალატის ბედის მატრიცას ვხსნი და კარმის კუდი ემთხვევა ერთმანეთს. ეს სასწაულია. ეს იმას არ ნიშნავს ჩემო კარგებო, რომ ვისაც ეს აქვს ყველა ქვეყანას ღალატობს, ბევრი ძალიან კარგად ამუშავებს და ძალიან უფასდებად. მე მყავდა კლიენტი, როდესაც აი ესეთი კარმის კუდი ქონდა ზუსტად წინა ცხოვრებაში რაღაცა საგვარეულო ეგრეგორისთვის ძალიან მძიმე დანაშაულის ჩამდენი იყო ეს ადამიანი. ეს ადამიანი ვიტყვი, რომ საკმაოდ ასაკოვანი მამაკაცი იყო. ანუ რატო ყვები ამას, რომ ეს განაჩენი არ არის. განაჩენი არ არის ესეთი კარმა და ამ ადამიანს ყავდა კი ოჯახი, მერე მეორე ოჯახი ყავდა, მაგრამ შვილი არ ყავდა. და ამ ადამიანს, როდესაც ჩემთან მოვიდა, იმ წელიწადს მოუწია რაღაცა მნიშვნელოვანის გაკეთება, მოუწია ესეთი სიტყვა, გააკეთა, სამყაროს დაეხმარა და გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თავისი გვარის, ვიტყვი ესე, კუთხის და რელიგიის წინაშე და იმ წელიწადს მას შეეძინა შვილი.
ნუ რისი თქმა მინდა კარმის კოდი განაჩენი არ არის ხოლმე კარმის კოდს თუ კარგად ვამუშავებთ ეს არის ძალიან დიდი ჯილდო ჩვენს ცხოვრებაში მაგრამ როგორც ხედავთ არიან ადამიანები ვისაც რა გამოსდის ადვილად იმას აკეთებს და ცუდის კეთება გამოსდით ადვილად მამი საგვარეულო შევეხები ამ ეტაპზე ზოგჯერ თავი შევიკავე, მაგრამ ამ შემთხვევაში შევიკავებ, იმიტომ რომ არ შევიკავებ თავს, იმიტომ რომ რა ვიცი, იმდენი მოღალატე არა მგონია ძალიან მნიშვნელოვნად მივანიშნო ვიზია. და აქაც ნახე ქვეყნის თემა არის, კარმა არის და 21 ენერგია, სამყარო. და ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა ქვეყნისთვის რაღაცა ძალიან კარგი, ანუ ჰუმანური, მოდი ესე ვთქვათ, სწორი გაიკეთებინა, თან ძალიან დიდი მნიშვნელობის. აი ძალიან ფართო დიდი მნიშვნელობის კარგი, რაც ძალიან ცნობილი გახდებოდა, ხო? აი რაღაცა ესეთი პოლიტიკური მნიშვნელობის კარგი რამის კეთება ის კი არა რომ ეხლა გავედი და მეზობლას დავეხმარი რაღაცას რო ქვეყნისთვის გააკეთებ მნიშვნელობას, მაგრამ ეს რადგან კარმად არის ჩანს რომ მამამისმაც რაღაცა შეუზღუდა ამ ქვეყანას და დაარღვია კარმის კანონი. კვიცი გვარზე ხტისო. ეს უბრალოდ ცნობილი ფაქტიც არის ყველასთვის საზოგადოდ და ნამდვილად ვიცი რომ ეს მოხდა და იმიტომ გაჩვენებთ ამ ყველაფერს. მე მინდა როგორც თქვი მის ფინანსურ მხარეს გადავხედო და კარგი მდიდარია ეს ადამიანი როგორც ყველა დღეს ქვეყნის მოღალატე მაგრამ ისი გამორჩეულად მდიდარი არის და ნახეთ რა ხდება ხოლმე სამყარო მუშაობს ძალიან საინტერესოდ და მახსენდება ხოლმე ერთი ზღაპარი ჩემი ბავშვობის დროინდელი ოქროს მრქვეველი ირემი ერქვა თუ არ ვცდები ნუ ოქროს მრქვეველ ირემზე იყო ეს ზღაპარი არის ზღაპარში ვითარდება ესეთი სიუჟეტი რომ მეფე მიდის სანადიროდ დაინახავს ირემს გამოიდევნება მას და შეამჩნევს რომ ირემი თავის ფლოქვებს რომ დაარტყავს ფეხის მიწაზე ოქროს მონეტების ცვივა და გადაწყვიტავს რომ ეს ირემი ჩაეგდოს ხელში რომ გამდიდრდეს დაატყვევოს და ესე გამდიდრდეს დააბაკუნებინოს ფეხები და ოქროს მონეტები ქონდეს და დაძდევს მოკლედ ამ ირემს დაძდევს და ერთი ღარიბი ბიჭია რომელიც ეხმარება და ჭრიან ამ ირემს ამ დევნაში მოარჩენს და ერთხელ ეთყვის ეს ირემი რომ მოდიო წამიყვანეო შენ თვითონო იმიტომ რომ ამ ბიჭს რაღაც აღარ მახსოვს რა მხრივ რაღაც აიძულებს რა რახანეს ბიჭი მეგობრობს ამ ირემთან რაღაცით უნდა შეზღუდოს ეს ბიჭი თუ ირემს არ მოუყვანს და ამას რო გაიგებს ირემი წამიყვანეო ეთყვის და მიივა მოკეთ მეფის კარზე ეს ირემი და რა გინდაო და ოქრო მინდაო და კარგიო და დაიწყოს ფეხების ბაკუნს ირემი და მოდის ოქრო მოდის და საბოლოოდ ამ ოქროში ჩაიფლობა და დაიხრჩობა ოქროში ეს ძუნწი მეფე ქონების მოყარე მეფე. ეხლა რატომ მოვყევი ეს ზღაპარი? ნახეთ რა არის ფულის კარმაში. ისევ და ისევ ფესვები, წინაპრები, სამშობლო და სამიანის ენერგია მაყურებლებო ენერგიებზე საუბრობ ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ თითოეულ ენერგიაზე შეიძლება 1 საათიანი ვიდეო გაკეთდეს და ამდენი ფორმატი ძალიან დამღლელი იქნება. ამიტომ თითო წინადადებებით მინდა გადმოვცე. სამიანი ეს არის დედის ენერგია, ქალის ენერგია, რომელიც ფარველობს, პატრონობს, ასაზრდოებს, ყვებავს, ამრავლებს, ხო, ეს არის ნაყოფიერი არის. აი ესეთი ენერგია. ნახე, ეს უნდა აკეთოს ამ ადამიანს
მათგანმა რომ ფული შემოუვიდეს და თან ეს ყველაფერი სიმდიდრის ენერგია აქვს 21 არის ხოლმე ესეთი ენერგიები და არის კიდევაც მდიდარი ადამიანი თქვა აღნიშნე და ინტუიცია აქვს კარგად განვითარებული ამ ყველაფერთან დაკავშირებული და აი ეს ყველაფერი უნდა აკეთოს რომ ეს ფული მადლიანად შეერგოს მაგრამ ამუშავებს მთავარ ენერგიას ნახე ეს ყველაფერი აქვს აი სიმდიდრის ენერგია წამოსული მაგრამ მამამ როგორც გითხარი, ანუ მამის ხაზმა კაცებში საგვარეულომ საკმაოდ ცუდად დაამუშავა რაღაცა დაუშავა ქვეყანას, რაღაცა შეუზღუდა ქვეყანას. ეს მე ხო ვიცი ვიზე ვსაუბრობ და ცნობილია საქვეყნოდ რა. და ეს ადამიანიც სხვათა შორის აგრძელებს სხვა ამ შემთხვევაში ადამიანების უფლებების ასე ვთქვათ და თავისუფლების შეზღუდვა და ნახე პირდაპირ არღვევს ამ კანონს და ძალიან საინტერესოა ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს როგორ მოუბრუნდება სიმდიდრესთან დაკავშირებული მისი კარმა. მე მინდა მისი წლის პროგნოზი ვნახო აი ესე ვთქვათ ახლა ეს ადამიანი არის აი აქ არის წლის პროგნოზი მისი ეს არის 11 ენერგია პირველი ისე ვიცევ ეს არის ძალაუფლების ენერგია რაც უნდა დაამუშავოს სწორად მაგრამ მე ახლა ავხსნი რა მოხდება წელს და მომავალ წელს მის ცხოვრებაში და მომავალ წელს ექნება მას წელს აქვს 4-იანი. აქ არის მისი ასაკი და ახლა მაგას უყურებ, არის ასაკი მთლიანი, ანუ სრული წელი და წელიწად ნახევარი. ახლა მაგას უყურებ რა ასაკში ჩდება. არ გაგიკვირდეთ მე როგორც გითხარით, აი ეხლა თქვენს თვალწინ ვაკურთები მის ბედის მატრიცას. ესე იგი 5 პირდაპირ ქვეყანა საოცარია. მისი წელი აჩვენებს რომ მას უნდა დაემუშავებინა თავისი ყველანაირი რესურსი რაც აქვს და ძალაუფლება ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოეყენებინა ოჯახის გვარის სამშობლოს საკეთილდღეოდ გამოეყენებინა და 16 ენერგია კიდე დამატებითი ამ წლის ენერგია რომ რაც გაფუჭებულია აეშენებინა აიგო მაგრამ ნუ როგორც თქვი ამას არ აკეთებს პირიქით წარმატებულად ჭრის ფესვებს ანგრევს ქვეყანას და ნანგრევებს უფრო უმატებს ნანგრევებს ხო რას მოუტანს ეს მას არ ვიცი რაღაცნაირად არ მინდა რაღაც ესეთი ბოროტი წინასწარმეტყველი ვიყო მაგრამ რა ჩემბრალი არ არის ადამიანები კარგად ამუშავებენ კარმას კარგ რაღაცებს იღებენ ცუდად ამუშავებენ კარმას და ცუდ რაღაცებს იღებენ დიდი ძალაუფლების წნეხი იქნება მის თავს ამ წელიწადს და მომავალ წელიწადს აი მას ვიტყვი დიდი ზეწოლა იქნება მას ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ზეწოლა ეს შეიძლება იყოს მორალური ზეწოლა ეს შეიძლება იყოს ზეწოლა კანონის მხრივ შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მხრივ რაღაცა ზეწოლა იქნება ძალიან დიდი რაც მისთვის იქნება დამანგრეველი იმიტომ რომ 16 ენერგიას თუ არ დამუშავ დადებითში დაგანგრევ შენ ეს არის კოშკი გადმოვარდები სიმაღლიდან რაზეც არის ეხლა ნამდვილად არის სიმაღლეზე ესე აღიქვავს თავს და არი კი ბატონო ძალაუფლებაც აქვს და დიდი ვარდნა ექნება ამასთან დაკავშირებით 20 არის სიკვდილი საშინელი სამშავროს ენერგია რაც მომავალ წელს აუმუშავდება ამ ადამიანს და სამწუხაროთა ესე საოცარი აღმოჩენა
ამან აი როგორ გადმოგცემთ იცით ამ ვიდეოში, აი ამ წუთას რაც ხდება ჩემში, იქნებ გაოგნება, გაოცება, არ ვიცი, აბსოლუტურად ბუნებრივ ემოციებს იღებთ და ბუნებრივ ემოციებს გადმოვცემ, იმიტომ რომ როგორ თქვი, აი თქვენს თვალწინ გავხსენი ეს მატრიცა თქვენს თვალწინ. ეხლა ვიცი ვერ მოვისვენებ და მივყვები სხვა მოხალატების მატრიცასაც მაინტერესებს რამდენთან ფიგურირებს ქვეყნის სამშობლოს გვარის, გენის, ხალატის კარმა. დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, შეიძლება ბევრი საინტერესო რაღაცეებით ჩანს, მაგრამ იმდენად გაოგნებული ვარ და იმდენად დიდ შოკში ვარ, რომ მართლა მიჭერს გაგრძელება. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადი კონსულტაციისთვის. ჩემი ნომერია 591233507, აქტიურია Viber-ზეც, WhatsApp-ზეც. მე კი გისურვებთ თავისუფლებას, სიყვარულს და გაოცება, რომ გადამივლის დაგიბრუნდებით შემდეგ ვიდეოში.